Hi. I was like, hey, maybe it'll be fun to show what I do in a day. This is boring as well. Okay, my dad's calling. You gotta go. ეს რა გამოიზარდა გეხვეწებით მითხარით. Who is you? აი. ანუ ნერვი არ მაქვს, მქონდეს ესე. გავისწორე მეგობრებო. მოკლედ, რას ვაპირებთ დღეს? რადგან ძალიან ცოტა დრო მქონდა, გავემზადე უკვე ჩაცმული ვარ და უკვე უნდა გავიდე. მოკლედ, მივდივართ იმიჯერ თაზრაში, რომ ავიღოთ ჩემი დიპლომი, რომელსაც 5 თუ 6 წელი არაც ველოდებოდი. ანუ იმდენი ხანია რაც ველოდები, რომ აი აღარ ვიცი, მეგონა რომ საერთოდ აღარ იქნებოდა. ესეთი რაღაცა მაქვს მოვიქრებული, რომ გამოვალ. გეტყვით, ჩემი რუტინა რას ვაკეთებდი, გავიხსენებ ბავშვობას. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტე რომ ჩამოსულიყავი რუსთაველზე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოხერხდა იმ ადგილას მისვლა, სადაც ძალიან მინდოდა. როცა გამოდიოდი სოფეჯიო და ყოველთვის ჩამოვდიოდი და ვჭამდი ერთ ფუნთუშას. რომ მივედი, არც ის ფუნთუშა ქონდათ. მეთქი აი ჯანდაბას ყავას ავიღებთ ხო? აღმოჩნდა რომ მე გადახდა, ანუ ბარათზე მქონდა თანხა და ტერმინალი არ ქონდათ, ანუ 21 საუკუნეში ვის არ შეიძლება ჰქონდეს ტერმინალი. გამაგებინეთ მართლა. შეიძლება გაფუჭებული ქონდათ, მაგრამ ანუ ისე დამწყდაგული ძალიან მინდოდა მაქედან გამომეტანა რაღაცეები და დამეგემოვნებინა, იმიტომ რომ მაინტერესებდა თუ იგივე გემოქონდა, იმიტომ რომ აი ძალიან მიყვარდა მან და კეთებდნენ ყველაზე გემრიელ ფუნთუშებს, აი არ ვიცი. ამიტომ რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მოკლედ ძალიან მიყვარდა მჭერთა წლედი, ზოგადად ჩემს სპეციალობაზე ვიგიჟდებოდი, თორემ ფიზიკურად 12 წელი ვერ გავძლებდი, ანუ იმას, რასაც ანუ მართლა სჭირდება მეცადინეობა, თან ძალიან დიდი ხანი. ამიტომ არც ერთი წამი არ უნანობ, რაც ნიჭერთა წლედში გავატარე, იმიტომ რომ ალბათ ყველა ბავშვმა, უმეტესობამ, ვისაც ნიჭი აქვს, უნდა გამოიაროს ეგ რო აი ნახოს რამდენად ყველაფერს ავითარებს კულტურულად, გზრდის. ძალიან დატვირთული ბავშვობა მქონდა ზოგადად რა, ანუ სულ სადღაც მივდიოდი, იმდენ წრეზე დავდიოდი, რომ ანუ ფიზიკურად, ანუ სახლში ორ შაბათიდან შაბათის ჩათვლით სულ სადღაც ვიყავი, ძირითადად მუსიკაზე. და ანუ რაღაცა მე იქ მათემატიკა და ინგლისური და ესეთ რაღაცები. რას ვამბობდი? ანუ იმდენად დატვირთული ვიყავი, რომ ჩემთვის ეხა adulthood დასვენება არის ძალიან რთული. ანუ სამსახურიდანაც რომ მოვდივარ, სულ მგონია რომ რაღაცა უნდა გავაკეთო რა, აი ეგ მომენტი მაქვს რა, ანუ ჩემთვის დასვენება არის ძალიან რთული. ეხა შეიძლება ან ისეთ რაღაცას ვამბობ, რომ აი გაგეცინოს და რაღაცა, მაგრამ ანუ მართლა ეგრეა, რომ აი სახლში თუ რჩები ხოლმე, ანუ თუ რამე არ გავაკეთე, ან სადმე არ გავედი, მგონია რომ ანუ დროს ყვილავ ხარჯავ. ტურისტები მიყურებენ გაოცებულები და local influencer if you ask me. ძალიან მწუხარ რომ არ წამოვიღე დღიური ან iPad-ი, რომ აი რაღაცა მეკეთებინე, ხა დავხატავდი ან დავწერდი ან რაღაცას ვიზავდი. და ჩემი პრობლემა არის, რომ ჩანთებს არ ვატარებ. ანუ ძალიან გემრიელი ყავა ჰქონდათ, აი ძალიან. Can we appreciate this coffee? ეხლა სამსახურში უნდა წავიდე და მოკლედ შემოგერთდებით თუ მოვიცალე. ხო, ვაპირებ ვაიჩებიჩი გასვლას ცეხში. იმ დღეს ვიკატავე დედაენაში და ისე ცუდად დავეცი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი.
და ჩემი ბრალიანი დაღლილი რომ ახლა მე ვერ ვაკონტროლებ მაგას და ანუ ძალით ვიძალებ ხოლმე რომ რაღაცები გავაკეთო. ძილი ძალიან არეული მაქვს, ჯიმი საერთოდ იმდენი ვამუშავე ფეხები და ისინი რომ ანუ იმდენად დაღლილი მქონდა რომ აი ძლივს ვკატავობდი და ანუ ჩემი ბრალია ისიც უდაც დავეცი კისერი მტკივა და იმედია ხვალამდე გამივლის და გავალ რა წინა წელს მასე ანუ ძალიან მოკლედ ჯიმში დავიწყე სიარული და მეთქი აეხლა აი ყველაფერს გავაკეთებ რაც ძალიან მინდოდა თქო და ეს რა ქვია უბრალოდ ვიდექი აი არაფერს არ ვაკეთებდი ხახო აი თუ გჯერათ უბრალოდ ვიდექი უნდა მოუტრიალებულიყავი და ჩავიკეცე. ოჭი იმდენად დასუსტებული მქონდა, რომ იმდენად მეტკინა, რომ 2 თუ 3 დღე ანუ ვერ ვიკატავე. ფიზიკურად ვერ ვიკატავე. ნაღძობი მქონდა ფეხი და ექიმთან არ მივდიოდი, იმიტომ რომ მეშინოდა. ვაუ! ეგეთი რაღაცა არავინ არ გააკეთებს, ანუ ძალიან ცუდია. და ანუ ამ ნაღძობი ფეხით ვიარე კარგა ხანი. და მე რო არ გამიჩერდა ეს ტკივილი არაფრით, ანუ რაღაცა 2 თვე გავიდეს 3 თვე რა. რაღაცა მაზებს ტკივის ანდი, მაგრამ ეს თვით მკურნალობა ხო იცით რომ არასდროს არ ჭრის. ხოლო მე წავედი რა და ფეხი გაქვსო ნაღრძობია რა, ხო და აღარაფერს აღარ ვაკეთებდი, ვცდილობდი რომ არ მეკატავა, აღარც მე ვარ ჯიშა. მოკლედ ხახო ძალიან ბევრი ვიჭარავე, მადლობა. და ეხლა წავედი. Let's go. მეგობრებო, ძალიან მეჩქარება ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ სამსახურიდან მოვედი და ფიზიკურად ძალიან ცოტა დრო მქონდა რომ გამზადებულიყავი და ნუ მოკლედ გამომეცვალა, იმიტომ რომ ძალიან დამცხა. მივდივარ მეგობრებთან ერთად ვორქშოპზე, წვიმიანი დღე არის. რა დამრჩა? აქ რაღაცა მეგობრები გამომივიდნენ. ანუ რატო ამდენი ხანია, ანუ პრობლემა მქონია კაცზე და ანუ ესენი ვინები არიან. ხო, მაკიაჟს ვერ ვასწრებ, ერთადერთი ჭურჭ საცხს გადავსვამ და ეგ არის. მინდა რომ თან ისე ყოფილიყავი ლამაზად სავით და თან ცოტა კომფორტულად და ამიტომ წვიმის გამო ვაპირებ რომ თუთი ჩავიცვა. ამიტომ მე მგონი რომ სულ ეს იყო ისე თქმაც მინდა და დანარჩენს გადავიღებ გარეთ. იმარა რატომ უნდა იყოს ასეთი ტკბილად შეფუთული აზრი მშავე, ამის რატომ გადასვლას გავაკეთე. ჩემი სიტყვა იყო ლიმენა, რომელიც ერთი კვირის წინ იქცხოვდა. და ლიმენა. თურმე იმას ქვია. ნავსადგომს ექვა ძველად, იმიტომ რომ ლიმინალური სივრცეა ზღვასა და მიწას შორის. ესე დავწერე, შემდეგ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ოპტიმისტულად დავინახავ გარე სამყაროს, ოღონდ არა მხოლოდ სამყაროს ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ამბებს ამჟამად. კაცზე მზისვენი აქტიოდეს, ესაა სიმშვიდე, რომელიც ყოველ ზაფხულს რაჭაში გვხვდება. და ეს იყო სიმშვიდე. გუში პრავალი კლიმატოვა ვისვაკმალმა. ეს ჩვენი ლექსები. მიდი წაგვიკითხე. აღარ დაიღეთ დამაკავშირებლები დიდად აღარ დავიხმარა, ცოტა თავის სტილი. ტირილი დავიწყე. ტიროდი, მაგრამ არ მithქვა. მოკლედ მეგობრებო, დავბრუნდი სახლში, ძალიან მომეწონა, სასიამოვნოდ დაღლილი ვარ, იმიტომ რომ ესეთ ადგილას
არასდროს არ ვყოფილ ვარ. ძალიან საინტერესო იყო. გადაღების მხრივ იყო ცოტა რთული, იმიტომ რომ გვიწევდა იქ რაღაცების გაკეთება და ცოტა ისეთი კადრები მაქვს, შევეცადე მაქსიმალურად რაღაცები გადამიღო და შემეკოწიწებინა, რომ ჩამოსვა ვიდეოში. რაც შეეხება ამ workshops, ესე იგი გავიგე რა იყო blackout პოეზია, რაც იყო ძალიან საინტერესო. თურმე დადაისწებს უკავშირდება ეს ყველაფერი და ანუ ხელოვნება, მეგობრებო, ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, ძალიან საინტერესოა და უფრო და უფრო მერე იაზრებ, როცა ცოტა გათვითცნობიერებული ხარ ამ რაღაცებში. ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით მომეწონა crafting, სადაც უკვე სიტყვებს ვჭრიდით და მე ვაწებებდით, ეგ იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და რა სიტყვებიც არ დაგვჭირდა, ისინი რომ გავაფერდეთ და გავაფორმეთ, ძალიან მომეწონა და თურმე ამ ხარახურა პრეს ძალიან ბევრი workshop-ი ქონია და მე არ ვიცოდი, მაგრამ ამიერიდან ჩვენ ვიცით, რასაც გავაკეთებთ. ხო, მინდოდა რომ ცოტა ახალი რაღაცები შემომათავაზებინათ თქვენთვის. ვლოგის დადებითი მხარეები ვიპოვე ჩემს ცხოვრებაში. ანუ რაღაცა ახლების კეთება მინდება, რომ სიახლეები შემოვიტანო რაღაცა. მადლობა ჩემს მეგობარ-ქეთას, რომელმაც წამიყვანა. ანუ საოცარი გარემო იყო, ძალიან ესთეტიური. ესე იგი, თუ ეს რაღაცები crafting-ები და რაღაცები გიყვართ, მოგწონთ, ზუსტად მაგის ადგილია. ვინც აქამდე მიყურეთ, დიდი მადლობა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, დაკომენტარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ მეტი სიახლე შემოვიტანოთ ჩემს ცხოვრებაში და გაჩვენოთ, რას ვაკეთებ. სულ ეს იყო. ჩაო!